ვინ არისო? ვინო? ჩვენი გადაცემის სტუმარიო. ჩვენი გადაცემის სტუმარია მომღერალი და არა მარტო მომღერალი, ბარბარე ჯანაშია. ადასარევა, ჩვენ არის სტუმარი რომ ეყოლება, როგორ ვიქნები, დიდი მადლობა მობრძანებისთვის. სხვათა შორის პირველი სტუმარი ხარ, ვინც ჩვენს ამიკოზე და ანანოზე უმცროსია. ნუ უმცროსი და პატარა. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მობრძანებისთვის. როგორც ვიცი, პოპულარული გახდი შოუთი პატარების დიდი შოუ. და ანანოს და ამიკოს მანდაც უნდათ მოხვედრა და ხომ არ დაგვარიგებდი როგორ უნდა მოხდნენ? რა ვიცი. შე როგორ მოხდი? რა ვიცი. მომახვედრა ასე რომ ვთქვათ, მიმიწვიეს. პოსტების გადაცემაში ვიყავი, ამაბორბი გლომღარე პირველი სიმღერა და ამის მერე ამიტაცეს და მიმიწვიეს პატარების დიდ შოუში. შემდეგ გავხდი სადაც პოპულარული და სიმართლე რომ გითხრათ, ბევრი მეუბნება, რა მოგწონს, თუ მოგწონს, რა არის შენთვის და გეტყვით რომ პირიქით, ძალიან ბედნიერი ვარ ხოლმე როცა ცნობენ და თითქმის ქუჩაში მაე რომ აჩერებენ და რომ ცნობენ ძალიან მიხარია, იმიტომ რომ ეს ძალიან ბედნიერებაა და ბევრი ემიგრანტი მაჩერებს ხოლმე და მეუბნება ხოლმე რომ მე იქიდან გიყურებ, მე აქედან გიყურებ და ეს ძალიან მიხარია და ძალიან ბედნიერი ვარ ხოლმე. ეხლა შენ ცოტა რომ დიდი გახდები, უფრო შენ დიდ შოუს ხომ არ გააკეთებ? აბა ერთი შეიძლება. შეიძლება, იფიქრე მაგ საკითხზე. ნახოთ. გამოგივა აუცილებლად. ყველაფერი კარგად გამოგდის და მაგი რატო არ უნდა გამოგივიდეს ვითომ? და 3 წლიდან სცენაზე დგახარ, ხო, როგორც ვიცი და პრინციპში იდგებოდი, იმიტომ რომ წესიერად არ გეცოდინებოდა სიარული და ალბათ დგომაჯობდა მაგ შემთხვევაში, ხო? კი ბატონო და ისე თუ იცი რომ ეხლა ბავშვთა დაცვის დღე ხო არის 1 ივნისი და როგორც ამბობენ, ყველა ატრაქციონი იქნება უფასო. ხო და ძალიანაც კარგი. ვაიმე სურა, მართლა? მართლა? მე როგორ გავუყარდა უთხარი მართალია. წამოდით ჩემთ ერთად და გავერთოთ. კი, ნამდვილად. ამით არ გავუშმართ გოგოები. ჰოლივუდის ვარსკვლავობაზე ოცნებობ, ხო? კი. ესე იგი, როგორც მე ვიცი და წარმომიდგენია, ესე იგი, შენ რომ გახდები ჰოლივუდის ვარსკვლავი, იქნები ბარბრა სტრეიზანდივით, ჯუდი ფოსტერივით, რა ვიცი, ლაიზა მინელივით პოპულარული ალბათ, ხო? ეს 60-იანების მსახიობები რო ჩამოუთვალეს. მაგათ მაეციან ზენდაია, მეგან ფოქსი, სინდი. კარგი, არა უშავს. რაც არის, მე ვინც ვიცოდი ის ჩამოუთვალე ბატონო. უკეთესი შენ ჩამოუთვალე. პენელოპა. ისე ბიონსე გიყვარს ძალიან, ხო? კი. როგორ დაფიქრდა? და რა მაინტერესებს ძალიან ბიონსეს როგორ აღიქვავს შენ, როგორც კოლეგას თუ როგორც კონკურენტს? სიმართლე რომ გითხრათ, ბიონსეს მაგერად მერჩანია ჯენიფერ ლოპესი. ჯენიფერ იმიტომ რომ ლოპესი. ჩემთვის უფრო მოძრავი ქალია და უფრო ხალია და ხო, ბიონსე ვერ მოძრაობს, ხო? ბიონსე მოძრაობს, მაგრამ უფრო თავისი შვილია მას ჩართული სიმართლე რომ ვთქვა და ამიტომ მე უფრო ისეთი თავისით რომ მოძრაობს. ხო, იარე ხოლმე, იმდენ რაღაც საინტერესო რაღაცებს მასწავლი, შენ მე ვატყობ საქმეში და აუცილებლად მოვახო. ხო, და ჯენიფერ ლოპესი როგორც კოლეგა ისე არის შენთვის აქმული თუ როგორც კონკურენტი? კონკურენტს მე არავის არ ვთვლი ჩემთვის, იმიტომ რომ ჩემთვის ყველა გურია კონკურენტი და ჩემთვის ისეთ რაღაცები არ არსებობს, იმიტომ რომ მაინც პირველზე გახვალ, მეორეზე გახვალ, მესამეზე თუ მეათეზე არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ჩემი აზრით ამას, იმიტომ რომ ჩემი აზრით ის უნდა დააფასო, რომ იქ მიგიხეს და იქ მიდიხარ. აბა, ჩვენ რატო ხოცავთ ხოლმე ამ კონკურსებში ერთმანეთს, ა?
ბავშვი სრულ სიმართლეს ღაღადებს აშკარად. ყოჩახ ბარბარე. და კარგი, მაშინ რადგან ეს კონკურენციის ამბავი კითხვა რაღაცნაირად კარგად და ლაკონურად გაეცი პასუხი. აი მაგალითად ჯენიფერ ლოპესი უფრო გიყვარს თუ მეგრული სამზარეულო? აი რა თქმა უნდა, ხა მეგრული სამზარეულო. აი რა თქმა ეს ჯენიფერ ლოპეს, ბიონსე რა ისეა. და მეგრული კერძები არსებობს. ჩემიანია გეუბნები. გაშალეს თები. სადა ჯევარჯი იწელება ეს არ იწელება ბიონსე და ჯენიფერ ლოპესი. გადასარევი ამბავია. კითხვაწებიან, მაგრამ თვალისა ვერ არა. როგორც უცი ორი უფროსი დაკავს, ხო? უფროსი. და მათ აღზრდაში თუ იღებ მონაწილეობას. რა თქმა უნდა. რას არიგებ ხოლმე, აი მაგალითად? ეს სიმართლე ვთქვა, არაფერს არ ვარიგებ ხოლმე, მაგრამ ხშირად ჩემებს ვაძლევ, იმიტომ რომ აი, ჩემი დები არიან, აი, ჩემზე, ასე მგონია, რომ ჩემზე ბევრად პატარები არიან. არა, ეს სხვათაშორის ეგზნობა მეც გამიჩნდა. აი, ზოგჯერ ხშირად მათ ოთახში რო შევდივარ, ეს Hello Kitty-ები გამოკრილი და ეს Mickey Mouse-ები, ესეთი რაღაცები და აი ხა რაც მაცვია მაგალითად. ჩემმა დებმა ჩაიცვეს და დიდი ქონდათ. და მე მაგდა მეტი არა. მე მაგდა მეტი არა და ჩემდებს აქვთ დიდი და რო შევდივარ ოთახში, ცუდად ხვდები, იმიტომ რომ ერთხელ მაგალითად შევედი, რამეს ჩავიწმევ მეთქი და ხელიც არ ჩამეტია. რა დღეშია ბავშვი ეს? ძალიან. ანუ მსახიობი ხარ, შეგვიძლია თავისუფლად თქვათ და რაღაცა პოეზიის მიმართ გაქვს განსაკუთრებული სიყვარული, ხო? კი. და არა მარტო სხვისი ლექსების კარგად წაკითხვა შეგიძლია, საკუთარ ლექსებსაც წერ. აბა? და ხომ არ გაგვაბედნიერებდა ერთ ლექს ხომ არ წაგვიკითხავ? კი ბატონო, ორი იყოს. ყველაფერს 50-50-ზე აკეთებ და ახლა ერთი მთლიანი და ორი დაამატე კიდე. კი ბატონო, სიამოვნებით. წაგიკითხავთ ერთ-ერთ ლექს, კაცია და გუნება და წაგიკითხავთ ჩემ დაწერილ ლექს, არ გამიშვა ხელი მამი. პირველს წავიკითხავ ფრინველებში კაცია და გუნება. კი ბატონო. ფრინველებში შაშვი მიყვარს. შაშვი მებულბულება. ბულბულს შაშვი მირჩევნია, კაცია და ბუნება. ახ გიტარავ, შენ მომიკვდი, რაღა მე რა ნუნება. მაინც ყველას მირჩევნი ხარ, კაცია და გუნება. კვიცივით ხტის ნორჩი გოგო, ანუ რა დაეწუნება. სუქს კი ბანოვანი მოსწონს, კაცია და გუნება. შლიდიდებულ უცხოელებს, სხვაც ბევრია ცდუნება, ფშაველაც კი ცეცხლს მიკიდებს, კაცია და გუნება. ბედნიერ კაცს ეჭვით ვუმზერ, განა გამემტყუნება. გულმოკლული უფრო მიყვარს, კაცია და გუნება. თავ ჩემო რაც ხარ ეს ხარ, ვერ გადახვალ ბუნებას, ზოგი გმტრობს და ზოგს უყვარ ხარ, კაცია და გუნება. დიდი მადლობა ამ შესანიშნავი ლექსის ასეთი ლამაზი წაკითხვისთვის და ახლა უკვე საავტორო ლექს ველოდებით. კი. ამ ლექსს ქვია არ გამიშვა ხელი მამი, ეს ლექსი დავწერე მამიკოზე, იმიტომ რომ ჩემი მამიკო არის ემიგრაციაში და ასე ვთქვათ, ყველა ემოციური ლექსი მქონდა, თქვენთან სახალისო გადაცემა იყო და მინდოდა რომ მე სახალისო ლექსი მომეტან და ამ ლექსს ქვია არ გამიშვა ხელი მამი. კი ბატონო, მოვიკითხოთ მამიკო. მოგიკითხა მამიკო, მიყვარხარ ძალიან. არ გამიშვა ხელი მამი. მინდა მუდამ ჩემთან იყო, ჩამეხუტო, ჩაგეხუტო, მომეფერო, მოგეფერო და ყოველთვის შენთან ვიყო. მალე მოვა შენთან ბაბი, გაგახარებს, გაიხარებ, აკოცებ და ბევრს გაკოცებს და მოგირჩენს ნაიარებს. ყველა ტკივილს გავუძელით, ერთმანეთის სიყვარულით, მუდამ ასე ჩამეხუტე, არ გამიშვა ხელი მამი. ნამდვილად კარგი იყო და ამაღელვებელი იყო, დიდი მადლობა. მოკლედ ესე იგი მთელი შენი რეგალიები ფაქტიურად ჩამოთვალე, ხო, ეს დიზაინერობა, აგერ ბატონო პოეტობა, მსახიობობა, მომღერლობა.
თამადობაც ხომ არ შეგიძლია. არა. უშ გენაცვალე, კარგია გადაძივის არ მოუგე რაღაცაში, ან ერთი და გოგო. მოდი ახლა ასეთი საინტერესო საუბრის შემდეგ, ამ ლექსების შემდეგ, რისი დრო დადგა? კურიოზის. ასეთი მომზადებული. კი ბატონო, სხვა რამეს ვაპირებდი, მაგრამ გიждები კურიოზებზე. გისმენ? მოგიყვებით ახლა ერთ-ერთ ამბავს და ზუსტად ვიცი გადაირევით. უკვე გადავიდი. ბაღში რო დავდიოდი, ყველა ხო დადის ბაღში და მეც ასევე დავდიოდი ბაღში და კი, ჩემები ახლაც დადიან. დავდიოდი ბაღში და ერთ-ერთ ბიჭს მოწორვა და აი განსაკუთრებით და თხოვს მოაკ ერთი ბეჭედი და თხოვს ხელს. ეხა როგორია, თან პატარა ვარ. და მე ხა უარი უთხარი ხა იქ მასწავლის პრობლემა არ უარი უნდა უთხოვ. მაგ დროს და უთხარი უარი, ორი კვირა საჭმელს არ ჭამდა. მერე დაიბარეს დედაჩემი სრული სერიოზულობით. და ეუბნებიან იცით რა, ხელი თხოვა უარი უთხრა ბარბარემო და სული სერიოზულობით ეუბნება ამას დედაჩემს. ხო, დედაჩემი გამომიყვანა ბაღიდან და მე შევედი სხვა ბაღში. სანამ ეხლა კიდევ რაღაც საიდუმლო წამოგწდება. ხო. ჯობია, ერთი სიმღერა გვიმღერო. კი ბატონო. სიამოვნებით დაგითხოვთ სცენას. Okatomes mugogo dosie shmage jijedura Khorotwaga khora sudo kotome pivat komtkuma Sisa Sisa dura sore qazakhit kimimura Sisa Sisa dura vagutu adavato gura Mule tu dadule piarto gale kiloula Kari kudos killa tu do akhava ichkimimura Sisa Sisa dura sore qazakhit kimimura Sisa Sisa dura vagutu adavato gura Borosur boro boro qariak mide humoro dit Ashovat mazira tolo asho itzi zanko kholo Sisa Sisa dura sore qazakhit kimimura Sisa Sisa dura vagutu adavato gura Sisa Sisa dura Sisa 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 dura Sisa 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 dura Sisa 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 dura Sisa Sisa dura sore qazakhit kimimura Sisa Sisa dura vagutu adavato gura Sisa Sisa dura sore